კაცის სტატუსი, ქარიზმა და სიმდიდრე ყოველთვის უფრო მეტად იზიდავდა ქალების გარკვეულ, თუმცა მნიშვნელოვან დიდ ნაწილს, ვიდრე მათი კეთილი ბუნება, კეთილშობილება ან თუნდაც კარგი გარეგნობა. ყველაზე ძლიერი მაგნიტური ველი კი მაინც ძალაუფლებას აღმოაჩნდა. ამასთან ყველა იერარქიულ დონეზე, სახლში, სამსახურში, ყველგან. ბელგიელი ფსიქოლოგი პროფესორი პასკალ დე სუტე თავის ერთ-ერთ სტატიაში წერს, რომ მეცნიერული კვლევების საფუძველზე ქალების ლტოლვა ძალაუფლების მქონე მამაკაცებისადმი ბიოლოგიურია. ბუნებაში მდედრი ყოველთვის დომინანტ მამრს ეძებს, ამბობს ის. რაც მეტი ძალაუფლება და აურა აქვს მამრს, მით უფრო მიმზიდველია მდედრისთვის პოლიტიკაშიც, ეკონომიკურ სამყაროშიც და კინოშიც. ზოგადად, ამბობს პროფესორი, ქალებს უყვართ უწესო, ცუდი ბიჭები. რა თქმა უნდა, სუტე უწესოში ძალაუფლების მქონე ბიჭებს გულისხმობს. ჰენრი კისინჯერი მაგალითად ამტკიცებდა, რომ ძალაუფლება ყველაზე ძლიერი აფროდიზიაკია. ეს კაცი კი არასდროს ლაპარაკობდა იმაზე, რაშიც დარწმუნებული არ იყო. მსოფლიოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, ეშმაკი და ჭკვიანი პოლიტიკოსი, რომელიც გარეგნულად ნამდვილად არაფრით გამოირჩეოდა დილით სამუშაოზე მიმავალი ნიუ-იორკის მეტროს რიგით მგზავრისგან, ცნობილი მექალთანე გახდა და უდიდესი წარმატებით სარგებლობდა ჰოლივუდის ყველაზე ცნობილ ლამაზმანებში. თუმცა კისინჯერი დემოკრატიული ქვეყნის სახელმწიფო მდივანი იყო. მის მიმართ ქალების ინტერესი ახლოსაც ვერ მივა დიქტატორების მიმართ ქალების მასობრივ ფსიქოსთან, რომელიც თითქმის ყოველთვის ძალაუფლების უზურპაციის პირდაპირ პროპორციულია. ფრანგი პოეტი პოლ ვალერი ამბობდა, რომ ძალაუფლება გადაჭარბების გარეშე შარმს კარგავს. ყველას გვსმენია ძალაუფლება რკნის, აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რკნის. მის თაყვანისმცემელ სულელებს კი, ჩემი აზრით, აბსოლუტურ და უიმედო სულელებად აქცევს. ქალების ამ ტიპის ფანატიზმს ჩვენც კარგად ვიცნობთ ჩვენივე უახლესი ისტორიიდან. პირველი პრეზიდენტის ვიად გამსახურდიას და მესამეს მიხეილ სააკაშვილის თაყვანისმცემელი ქალების მაგალითზე, მაგრამ ამაში რაიმე განსაკუთრებული და ორიგინალური არაფერია. როგორც კი ქვეყნის სისტემის ან თუნდაც რაიმე ორგანიზაციის სათავეში გადაჭარბებულად ქარიზმატული პიროვნება ჩნდება, მის გარშემო ბუნებრივად წარმოიქმნება გამძაფრებული ერთგვარი პლატონური ეროგენული ზონა, რომელიც კერპის მიუწვდომელი სუბიექტის მიმართ ფარულ თუ აშკარად გამოხატულ ძალიან უცნაურ პლატონურ სექსუალურ ლტოლვას აღძრავს მის ფანებში, რომლებიც საბოლოოდ ერთმანეთს პოულობენ რაღაც უცნაურ სექსუალურ ინსტინქტებზე დაფუძნებულ სექტანტურ წარმონაქმნს ქმნიან. როდესაც საქმე ეხება პოპ, კინო ან სპორტის ვარსკვლავს, ასეთ სასიყვარულო ლტოლვას ორივე სქესის ფანებში ვხვდებით. რაც შეეხება სიყვარულს პოლიტიკოსი ლიდერების მიმართ, უნდა ითქვას, აქ ექსკლუზივი უმეტესად ქალებს ეკუთვნით და ამ ფენომენის გენდერული ლოგიკით ახსნა სულაც არ არის ძნელი. დღეს მსოფლიოში არსებულ 200-მდე ქვეყანაში მხოლოდ 24 ლიდერი ქალია. თუმცა პოლიტიკური ლიდერის სტატუსი პრინციპში სულაც არ არის საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა შორის სექსუალური ლტოლვის განსაზღვრელი. თანამდებობრივი სტატუსი ინტიმურ ლტოლვებს არ აღძრავს. თუ მას თან არ ახლავს ძალაუფლების აშკარა უზურპაციასთან შეზავებული განსაკუთრებული ქარიზმა, რომელიც რა თქმა უნდა ძირითადად დიქტატორებს ან დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ლიდერებს ახასიათებთ. ასეთები კი ძირითადად მამაკაცები არიან.